მოგესალმებით. დღეს კიდევ ერთი მარტივი და უტყუარი რეცეპტი მოგიტანეთ. მინანქარი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ და მოამზადოთ. ეს მინანქარი ამ შემთხვევაში ჩიტის რძეზე გამოვიყენე, რომლის რეცეპტი არის უკვე შინაურულის არხზე. რომელიც იდეალურია დესერტებში, რადგან არ იღვენთება, ხოლო დროის გასვლის შემდეგ არც იწებება. მაშას პირველ რიგში ქვაბში მოვათავსოთ 3 სუფრის კოვზი კაკაო. აუცილებელია კაკაო იყოს ხარისხიანი. დავამატოთ 6 სუფრის კოვზი შაქარი, ანუ შაქარი უნდა იყოს კაკაოზე ორმაგი და კარგად აურიოთ მშრალი ინგრედიენტები. შემდეგ დავასხათ 6 სუფრის კოვზი რძე და კარგად აურიოთ. მასა უნდა მივიღოთ აი ესეთი კრემისებრი. შემდეგ დავადგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მინანქარი მივიყვანოთ ადუღებამდე. როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ 20 გრამი ცივი კარაქი და მუდმივად ვურიოთ, სანამ კარაქი ბოლომდე არ galღვება. და ჩვენი არაჩვეულებრივი მინანქარი მზად არის, რომელიც რამდენიმე წუთში მზადდება. შევაგრილოთ და გადავასხათ ნებისმიერ დესერტს. ამ შემთხვევაში მე ის გადავასხი ჩიტის რძეს. ძველი რეცეპტით, რომელიც ყველას ბავშვობიდან გვიყვარს. როგორც ხედავთ, მინანქარი არის სარკისებრი და თანდათან შრება. მე დაკრემისთანავე და მინანქრის წასმისთანავე დავჭერი და როგორც ხედავთ, ის არც იღვენთება და არის იდეალური ჩიტის რძესთვის. ხოლო დროის გასვლის შემდეგ ეს მინანქარი აუცილებლად გაშრება და არც იწებება. დღეს ამით გემშვიდობებით. არ დაგავწყდეთ გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.